საღამოშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო ყველას მადლობას გიხდით ვინც გესმენთ გყურებთ ბედნიერ საღამოს გისურვებთ კახამიკიაშვილი ვარ თქვენთან ერთად დღეს ერთ ძალიან საინტერესო ადამიანს წარმოგიდგენთ და მე მჯერა რომ მას უკვე ბევრი იცნობს განსაკუთრებით ოპერის მოყვარულები მაგრამ მინდა რომ უფრო ბევრი გაიცნოს და ვინც იცნობს დაწუნებულ კიდევ ერთხელ გავუხარდებათ მასზე საუბარი გიორგი ლომისელი ახალგაზრდა თუმცა მე ვფიქრობ უკვე ძალიან წარმატებული საოპერო მომღერალი ბარიტონი ყოველ შემთხვევაში ჩვენი თეატრის მოყვარებული დასმენელი კარგად იცნობს თუმცა მას ჰქონდა საშუალება უკვე რომ სხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან ასპარეზზე თავისი ნიჭის დემონსტრირება მოეხდინა გიორგი საღამოშვიდობისა მადლობა სტუმრობისათვის შემთხვევა მე შემიძლია ვიყო მიკროფონთან ახლო და შენი ბარხატოვანი ხელს შორიდან იცინებდე გიორგი მე მინდა რომ გარკვეულწილად ჩვენ არ გვაქვს იმდენი დრო რომ სულად ვისაუბროთ ჩვენზე მაგრამ მაინც ვინც გიცნობს კიდევ ერთხელ მომასმენინოთ ჩვენზე ვინც შეიძლება ახლა გისმენდეს და არ გავაცნოთ ჩვენი თავი და მოგვიყევი შენი საოპერო ცხოვრება და კარიერა როდიდან იწყება რას უკავშირდება ბავშვობიდან იყო თუ არა ეს სურვილი და აი მე ნელა მივყვეთ უკვე დაწყებიდან ვიდრე დღემდე შენს გამოგზას კი ბატონო კახა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ესეთი ყურადღებისთვის თქვენგან განებივრებული ვარ მე ესეთ ყურადღებას და რა ვიცი მადლობა ასეთი დაფასებისთვის რაც შეეხება ჩემს ასე ვთქვათ საქმიანობას ბავშვობიდან როგორც ჩვეულებრივად ყველა ბავშვი დამწყები რო უყვარს რაღაც სიმღერა უყვარს გიტარაზე დადის გალობაზე დადის ჩემი სიტუაციაც ასეთივე იყო გალობდი ტაძარში ხალხურ ინსტრუმენტებზეც უკრავდი ფანდურზე, გიტარაზე და რა ვიცი, ჩვეულებრივად აბსოლუტურად არაფერი განსხვავებული ისეთი არ იყო. და რომელ ტაძარშიც მე ვგალობდი, იქ მსახურობდა და დღესაც მსახურობს მამა თადეუს გაბუნია, რომელსაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული და აქვს საოპერო ხმა, არაჩვეულებრივი ხმა აქვს ხოთაშორის და აი სწორედ მისი მოსმენის შემდეგ გამიჩნდა ეს სურვილი, რომ დავინტერესდი და რო დავინტერესდი მე მოვისმინე ფალიაშვილის დაისი, თაქთაქიშვილის მინდია და უკვე ეს იყო ჩემთვის რაღაცა აი თავზარი რო დაგეცემა რაღაც სასწაული იყო პირველივე მოსმენაზე რაღაცა მოხდა ჩემში რომ ის მიზანი თქვათ რაღაცა უკვე გამიჩნდა რომ აი რაღაცა მინდოდა მაგრამ ჯერ არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა და აი მე უკვე ნელა კონსერვატორიაში ჩავაბარე და ასე დაიწყო ყველაფერი. ანუ მანამდე არ ფიქრობდი შენ საოპერო მიმართულებაზე? მანამდე არ ფიქრობდი. მე მეცაც გეტყვი ძალიან მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ ჩემი მეგობარია ია ლომიძე, რომელიც მე დავითნე იყო ჩვენთან ტაძარში და პიანისტია და სულ მეუბნოდა ხოლმე მოდი ვარ გაინტერესებს რაღაცას მოგასმენინებო და სადო თუ იქნებით რომ ღეროდის რაღაცა ხალხურ სიმღერებს საესტრადო არ ვიცი რა იყო, ცხენია მაგის ხოლმე, მაგრამ რაღაცა რა ოპერა მოიცადე რა, ესე ვეთხოვდი ხოლმე რა ოპერა რას ლაპარაკო, როგორ მაკარდე. ერთგეს აღმოჩნდა ისე რომ მე დავდექი ამ სცენაზე და ხმა თავიდანვე მქონდა აქეთ ბარიტონისკენ, აი როცა შენ ძახდი რომ ხალხურ საკრავებზე რაღაც მგალობდი, მაშინაც ბანი იყავი ხოლმე იქ, ნუ ბანი ვიყავი კი, სულ ბანი ვიყავი კი. ფორმირება ხმის თავიდანვე გასაგები იყო. ხო, თავიდანვე ვიცი რა იყო, აი თქვა ბავშვობაში ეს გიტარაზე რო უკრავდი ხოლმე რაღაცა ოჯახში რო რაღაც შეკრებაზე უხოსთან მიმღერებდი ხოლმე სულ რაღაცა გავწიოდი რაღაცა ხა პატარა ბავშვი რო ხარ რაღაცა და სულ იყო რაღაც ფიქრობ მქონდა ხმაში რა ბავშვობიდან რაღაცა ეს მიდრეკილება ასე თქვა და მე უკვე პროფესიულად დაუკავშირდი აქედან კონსერვატორია დაამთავრე კონსერვატორიამდე ვსწავლობდი გოგიდოლიძის სახელობის მუსიკალურ კოლეჯში სადაც ჯონი სარალიძე მასწავლიდა არაჩვეულებრივი პიროვნება და შემდეგ უკვე კონსერვატორიამდე დავიწყე მომზადება ბატონ გოჩაბეჟუაშვილთან რომელსაც არაერთი დიდებული მომღერალი ყავს აღზრდილი ბატონი ბადრი მაისურაძე სალომე ჯიქია და უამრავი ვიღაც გამირჩება ეხლა რო ჩამოთვალო ხო და მეც მისი მოწაფე ვიყავი კონსერვატორია დავამთავრე ბატონ გოჩასთან ერთად ბატონი გოჩას ხელში და შემდეგ უკვე როდესაც თეატრში სტაჟიორად ამიყვანეს მეც ადინეოდი ბატონ ზაალ ხელაიასთან ოპერის სოლისტი გახლავთ და ზოგადად პედაგოგებში ძალიან გამემართლა იმიტომ ამას აქვს მნიშვნელობა ძალიან დიდი მნიშვნელობა ეს არის გადამწყვეტი რა იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს რომ გადაკეთება მე რთული იყოს. ანუ პირიქით დაგაყენოს ზაზე ისე რომ პირიქით დაგაყენოს და წახვიდე წინ და ასე შემდეგ. ხო და მე გამემართლა იმიტომ რომ ბატონი ზაზას შემდეგ ბატონი ლადო ათანელი იყო
და ბატონი ვაჟა ჩაჩავა ასევე არაჩვეულებრივი პედაგოგი პიანისტი და დღეს უკვე მაქვს ძალიან დიდი ფუფუნება რომ ვიყო ბატონი ბადრი მაისურაძის ასე ვთქვათ მეთვალყურეობის ქვეშ მასთან მომზადებ ყველა პარტიას აბსოლუტურად რასაც დღესდღეობით მევღერი და მისი წყალობით გავარ სცენაზე თუ რამე სპექტაკლია ყველაფერს ვღერი აბსოლუტურად და ნუ რა ვიცი ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის და მართლა გამიმართლა თორემ ვთქვათ სხვა გზით რო წავსულიყო შეიძლება ის შედეგი არ ყოფილიყო რაც დღეს არის შენ აღნიშნე რომ დღეს ძალიან ესეთი აქტიურად დაკავებული ხარ ჩვენს თეატრში აქვე მინდა კიდე ერთხელ თქვა მე მისაუბრე არაერთხელ ბატონი ბადრის ყოფილი ჩვენი სტუმარი რომ ბოლო წლებში ძალიან სასიხარულო რომ ივსება და ჩვენ საუბრობთ ქათოდო კონცერტებში ამ დღეებში ბილეთს ვერ შევიდი და სხვა ბევრ სპექტაკლზე და მათ შორის ინტერესს უფრო მეტი გაჩნდა აი ჩემი თაობის დროს მე შენ ცოტა უმცროსი ხარ დათაკილოც იყო ამაზე ცალკე სასაუბრო თემა როდის დაუკავშირდი უკვე ჩვენს თეატრს ჩვენი ოპერის თეატრს 2016 წლიდან უკვე ხარ ხო ამ თეატრში ფაქტობრივად და მას მე უკვე 10 წელია ეტაპობრივად უფრო მეტი და მეტი საშუალება გეძლევა. ესე იგი კონსერვატორიაშიც უკვე აქტიურად ვიღებდი მე მონაწილეობას სპექტაკლებში, კონცერტებში და ამან განაპირობა ის რომ უკვე რაღაცა მომზადდა და საფუძველი იმისა რომ დიდ სცენაზე დამდგარიყავი და მევღერა და აი სწორედ კონსერვატორიის დამთავრებისთანავე პირდაპირ სტაჟიორად ამიყვანეს ოპერის თეატრში. და მას მე ხარ ამ თეატრში. მას მე თეატრში ვარ კი ბატონო. ლასკალაზეს მინდა ვისაუბროთ. შენი გამორჩეულ მომღერლებს შორის ხარ, იმიტომ რომ როგორ არის ხო იცი? აი ვინც არ იცის დავუშვათ ოპერის ხელოვნება და არ იცის არ უყვარს. ну რამდენიმე რამე მინიმუმით ის მას შორის ლასკალა გაუგია რომ არსებობს რაღაცა მეკა შეიძლება იყოს ხო ალბათ ყველა მიცი ხო ну არ შეიძლება ლასკალა არ იცოდე და ну ჩემი აზრით მე არ ვარ ოპერასთან ისე ახლოს ვერც ხელოვნებას წარმოვადგენთ პატივსცემ მისმენ მეგობრობთ ბევრთან მაგრამ მაინც მე სხვა მიმართულებას დრამატულ თეატრს წარმოვადგენ მაგრამ აი მე ვფიქრობ რომ აი ალბათ თქვენ სფეროში ლასკალა ყველასთვის არის რაღაცა მწვერვალი და ლასკალაში გამოსვლა რაღაც სხვა სტატუსია სხვა გამოცდილება და შენ დაკავშირებული ხარ გარკვეულწილად და მოგვიყავ ლასკალასთან ურთიერთობაზეც. ჩემმა მეგობარმა ერთ დღეს მომწერა რომ გიორგი ხო არ გააგზავნიდი ვიდეო ჩანაწერს არის მოსმენა სკალაში და თუ გაქვს სურვილი და აღმოჩნდა რომ იყო ბოლო დღე. ხო. და ქალბატონი ნანა წერეთელის დახმარებით გავაგზავნე იქ ჩანაწერი იყო რაღაც ხარჯებთან დაკავშირებული და მისი ძალიან დიდი გვერდში დგომით გავაგზავნე ეს ჩანაწერი რის შედეგადაც ბევრი რო არ გავაგზელო 800 კაცში ამიყვანეს მოხვდით 8 კაცი სოფლიოს მასშტაბით და ცოტა მანამდე ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას აი როგორც თქვი რომ აი მიზანი გაჩნდა პირველად რომ ოპერას მოусმინე თქვა და ის რომ მოусმინე აი სწორედ ერთ-ერთი მიზანი ეს იყო წარმომედგე როგორ ვხედავდი თქვა ჩემს განვითარებას აი რა უნდა ყოფილიყო რა უნდა მომხდარიყო რაღაც გარდატეხე ხო უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში და ვფიქრობდი რომ აი ლასკალა და გავიგე მანამდე რომ საქართველოს ჩამოდიოდნენ და აქედან მიყავდა სტუდენტები იყო აქ ტარდებოდა ხოლმე მოსმენები და ეს რომ ვიცოდი აი ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ჩემი ისეთი მიზანი რაც უნდა გამეკეთებინა უნდა მოხდეს შემსწორებაში და ოღონდ უკვე ჩემ შემთხვევაში ცოტა გართულა იმიტომ რომ ჩვენ მე პირიქით მომიწიეს პირდაპირ ჩასვლა მომიწია სკალაში და პირდაპირ ყველა ტური გავიარე აბსოლუტურად კი ბატონო ჩავედი, გავიყვანეს აი ამ 8 კაცში და იყო რაღაცა წარმოუდგენელი. მე მახსოვს მესამე ტურში უკვე აი უშუალოდ ლასკალას სცენაზე რო დავდექი, ერთი 5 წუთი აი გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას, ვიდექი ესე სცენაზე და ვფიქრობდი, დავიწყო თუ არა სიმღერა. იმიტომ რომ ვიყურებოდი და რაღაცა ის სიზმარში რო ვხარ და აი ეს სიმღერაა, აი იმდგარა. კი ბატონო, და ფიქრობ რომ რეალობაა თუ არა. მართლა ესეთი მდგომარეობა მქონდა. ნუ პიანისტმა მითხრა რომ მოდი გიორგი დაიწყე დროა უკვე და არ არის სპექტაკლში მიიღე შენ იქ მონაწილეობა მათ შორის გამოჩენილ მომღერლებთან როგორებიც არის ლეონუჩი ამბროჯიო მაესტრი არ მინდა ვინმე გამომრჩეს აი იყო მოწ სპექტაკლი ძალიან მაგარია სხვათა შორის აი ჩამოწერილი მაქვს ეს და ვითვლიდი იმ დღეს რომ ხო არ ვწდები თქო და სადღაც გავიჭედე 39 თუ 40 ესე და მინდა რომ ჩამოყალიბე რომ ნამდვილად 40 იყო და მე მგონი 40 იყო. როგორც პროფესიული განვითარების კუთხით, როგორც მომღერლის განვითარების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით ალბათ განსაკუთრებული გამოცდილება შეგძინა, ხო?
კი. თუნდაც უბრალოდ მანდროდ გახარ, ალბათ უკვე სხვა მომენტია. მე თუმეტეს ეს ხალხთან ერთად ღერი, ამ სპექტაკლებს გავითამაშებ, იმღერებ, ეს ხო გზდის როგორც კარიერულად, ასევე თუნდაც იმით, რომ აი ბევრი სხვა რამ ჭირდება მსახიობს მომღერალს, იმის რომ წარმატებას მიაღწიოს, მარტო ნიჭი არ ყოფნის. კი, თავდაჯერებულობა და ის რომ შენ შეგიძლია რომ განვითარდე და კიდევ რაღაცას მიასწრო. გარდა ამისა, იტალიელები ცოტა მომთხოვნი ხალხი არიან ამ ხრივ რა, იმიტომ რომ მათი ენა ცნობენ ყველა ფრაზას, ყველა სიტყვას რა სიძახი იციან მნიშვნელობა და ვერ მოატყუებ რა. შეიძლება რომ სხვა ქვეყანაში იმღერო რაღაცა გამოძრე, მაგრამ იქ პირდაპირ ესე ჩათვალე შიშველი გახარ და მღერი რა და ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. აი ამ ხრივ იყო ძალიან რთული დამკვიდრება თავის, იმიტომ რომ იქ რო ჩავედი, აი უკვე თვითონ სიტყვას მიეცა სხვა დატვირთვა, რასაც მანამდე ვღეროდი, თქვა შეიძლება აქ არ ვაქცევდი ხალხობას, იქ შეიძინა ეს დატვირთვა. გარდა ამისა, კიდევ თავის დამკვიდრება არის რთული. იქ იყო უამრავი შემთხვევა იყო, ნამდვილად ესე იყო, რომ პირველი კურსი ვინც დაამთავრა, წყვეტდა იქ ყველაფერს, მიდიოდა თავის ქვეყანაში და აიღებდა რაღაც დიპლომს, რომ ერთი წელი დაეერთა და დაამთავროსიო. მაგრამ სრული ის 2 წლიანი კურსი, რაც მოიცავს აი ამ ლასკალას განათლებას, ამას არ ღებულობ. რაზეა ეს დამოკიდებული? აი როგორ წარმოაჩენ შენ თავს, როგორ აყვები იმ რიტმს, რამდენად დაიმსახურებ იგივე იმ გულშემატკივრების, აი ნამდვილი ბრძოლაა და ან გადარჩები ან არა. ესეთი იყო ჩემთვის და ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი დატვირთვა იყო რა. გარდა იმისა, რომ შენს საქმიანობაზე უნდა იფიქრო, ფიქრობდი უამრავ რაღაცაზე იქ რა და ძალიან რთული იყო და იქიდან რომ ასე ვთქვათ გამოვედი ესეთი გამარჯვებული, რომ შეგვიძლია თქვა. ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი წარმატებები ამან გამოიწვია. ამიტომ არის ძვირფას ჩემთვის ლასკალა. კი, წარმოიდგენია. გიორგი, შენ ახლა თქვი რომ პირდაპირ ბრძოლა და ან გაიმარჯვა ბანდამარცხები და ახსენე რომ ბევრმა ვერ შეძლო წავიდა. ჭირდება თუ არა შენს პროფესიაშიც, ჩემთანაც ესეა და ბევრგან, მაგრამ შენ პროფესიაში უშუალოდ აი მუდმივად აი ეს ბრძოლა და დამტკიცება იმისა, რომ ის შემიძლია ბევრ რამის გადალახვა იმის, რომ იდგე წარმატებულად, იმიტომ რომ მაყურებელი რომელიც მოდის, ხედავს შენ, ეს უკვე შედეგს ხედავს, გამოვიდა 1 საათი, 2 საათი, 3 საათი, ტაში დაუკრა, მაგრამ მანამდე და მას მერე ბევრი რამ მოძღვის წინ, ესე არ არის, ხო, ადვილად არ არის, რომ მივედი იმღერე წამოვედი. აი ესეც საჭიროა თუ არა, ფსიქოლოგიურად, მორალურად, გარკვეულად შინაგან ძლიერი იყო, რომ ამ ყველაფერს შენ გაუძლო, სულ იყო და შეძლო რომ პარე პოზიცია დაიჭირო. და რამდენად რთული ცხოვრების რეჟიმია ეს? ძალიან რთულია, იმიტომ რომ ცოტა სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მაყურებელი არ გპატიობს. ხო, შეიძლება არ გპატიოს. 100 სპექტაკლი იმღერო უნაკლოდ, მაგრამ ერთი სპექტაკლი იყოს ცოტა ვერ შეძლო რა. ვერ იყოს მოწოდების სიმაღლეზე და ის ახსოვს მაყურებელს. აი ის 100 რაც იმღერე და რაც კარგი იყო, ის კარგი იყო და სულ ახსოვს, მაგრამ აი სუდი უკვე იქ შენ გაკლდება მათგალში, ასე ვთქვათ, ხო, კი ბატონო. ამიტომ არის საჭირო რეჟიმი ყოველთვის, ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა, ეხლა არ მინდა გავაგრძელოს დეტალურად რა და როგორ რანაირად, მაგრამ აი საჭიროა თქმა, აი დიდი არასთქმა საჭირო თუ გინდა რომ იყოს წარმატებული და იყოს სიმაღლეზე. ყველა სპექტაკლის დროს უნდა დაამტკიცო რომ ღირსი ხარ რომ იდგახარ და განვითარებაც უნდა ახლდეს თან, თორე ერთი და იგივე თუ ტკეპნე ესე და უნდა იყოს ყველა სპექტაკლი მომღერლისთვის რაღაცა გაკვეთილი განვითარებისთვის. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი, ჩვენ გარკვეულწილად შევეხებთ ისე პარალელურ პროცესებს. მინდა კითხო ასევე პრემიებზე, კონკურსებზე, ფესტივალებში მიიღებდი მონაწილეობას. ესეც ალბათ საჭიროა, შენ თქვი ახლა განვითარება, ეს ძალიან კარგი რამ არის, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სფეროში ალბათ ასე მე თუმეტეს ახალონებაში, რომ სულ უნდა რაღაც სიახლე, სულ უნდა ვითარდებოდი, იმიტომ რომ ერთად გადაიქი არის კარგი ვერსია, რო ვთქვა რბილად. აი ეს კონკურსები თუ ეს ფესტივალები თუ საერთაშორისო შენი საქმიანობები, ესეც ერთგვარად უკავშირდება ეს რდას და სიახლეებსაც და მოუყევი ასევე რა კონკურსებში მიგიღე მონაწილეობა, რა პრემიების მფლობელი ხარ. კი ბატონო. ახლა უკვე თითქმის პასუხი უკვე გაეცით თქვენივე კითხვას, იმიტომ რომ კონკურსი არის იყო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რაღაცა საზომი, რა დონეზე ვარ, რა ეტაპზე ვარ. აი ვთქვათ, მივიღე რაღაც კონკურსში მონაწილეობა, ხო? ან გამიმართლა თუ არ გამიმართლა, შემდეგ წელს რო უკვე მე ვღებულობ იმ კონკურსში მონაწილეობას,
აი იქ უკვე ხედავ ეს ერთი წლის ნამუშევარს რა შედეგი დავდე მე იქ მაგალითად ბატონი ლადო ათანელის კონკურსზე მივიღე 3ჯერ მონაწილეობა 2ჯერ დავტოვე კონკურსი პირველ მეორე ტურში აღარ მახსოვს მესამე ტურში უკვე მესამე კონკურსში უკვე პირველი ადგილი ავიღე შემდეგ უკვე იყო ოპერა კრაუნი რომელიც საქართველოში ასეთი მასშტაბის კონკურსი არ ჩატარებულა ესე იგი მოიცავს არაჩვეულებრივ ჟიურის წევრებს როგორებიც არიან მეტროპოლიტენის დირექტორი პარიზის ოპერის დირექტორები და უამრავი ძალიან ცნობილი კონკურსის და თეატრების დირექტორები და ჩემ შემთხვევაში იყო გრეის ბამბრი ძალიან ცნობილი ლეგენდა რომლისგანაც ისეთი სტიმული იყო რომ ფიქრობ აი სწორედ აი ამ ოპერა კრაუნის კონკურსის გამარჯვების შემდგომ კიდევ უფრო იყო ის სტიმული რაც საჭირო იყო შემდგომ ჩემი განვითარებისათვის კონკურსი როდესაც დამთავრდა მახსოვს 9 საათი დაახლოებით რაღაცა იქ მოხდა ისეთი სიტუაცია რომ მე გავედი დამიძახეს ვიღაცებმა და 9 საათი გრეის ბამბრი მელოდებოდა უთხრეს რომ აი დაუძახეს გავიდა რაღაც მაგრამ იდგა და 9 საათი მელოდებოდა რომ პირადად რაღაცა რჩევებიც მოეცა მოელოცა ეს იმხელა რაღაცა იყო ჩემთვის რომ არ ვიცი ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა დამაჯერა ის რომ მე შემიძლია რაღაცის კაკი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და რამდენადაც მე ვიცი შენ შემთხვევაში ასია და ალბათ ამას თავად მოყვები და მეც ვიტყოდი და რო ვაკვირდები ესეთი ესე იგი კონკურსები თუ ფესტივალი ვიქნება შემდგომ გზებს ხსნის იმიტომ რომ შენ ამის მერე მოგიწე არაერთ ქვეყანაში და თეატრში სპექტაკლი მიწვევა უკვე შენი გაგიცნეს მოდი მარტო ვთქვა ხო ასპარეზიც არის ერთგვარი კი ბატონო ნორვეგიაში მათ შორის და კი ბატონო მოყვები ამაზეც აი საერთაშორისო უკვე არა საკონკურსო არამედ როგორც მიწვეული სოლისტის ურთიერთობებზე და აი საერთაშორისო ოპერა კრაუნის შემდგომ მე უკვე გაგზავნილი მქონდა ლასკალაში ჩემი ვიდეო და უკვე აყვანილი ვიყავი იქ და ამავდროულად პარიზის თეატრის დირექტორმა შემომთავაზა 2 წლიანი კონტრაქტი პარიზში რა უნდა გამეკეთებინა ესეთი არჩევანი იყო ხო დავი ლასკალაში რა თქმა უნდა აი თუნდაც ეს იყო უკვე ისეთი დიდი სტიმული იქ რო წავედი რომ მე აი თუ რაღაცა იქ ვარ არჩევანი საშუალება ქონდა კი ბატონო და სწორედ ამან გახსნა ეს გზები ხარ აზე თქვენ საუბრობთ შემდგომ უკვე ლასკალადან რომ დავბრუნდი პირველი ასეთი ოფიციალური მოწვევითი ასე ვთქვათ გასვლა იყო ნორვეგიაში სხვათა შორის ძალიან დიდი როლი ითამაშა ქალბატონმა იანო ალიბეგაშვილმა რომელმაც ჩვენს ასიკრედო არაჩვეულებრივ ძალიან უწყობს ხალხს ახალგაზრდებს ძალიან და მე ვიყავი რა თქმა უნდა არც პირველი და არც უკანასკნელი ვისაც დაეხმარა და ესეთი პირველი ჩემი დიდი გასვლა იყო ნორვეგიაში ბერგენში სადაც ვიმღერე ესკამილიოს პარტია 5 სპექტაკლი ძალიან კარგი გიორგი ახსება აქ ჩვენს ოპერაში იმიტომ რომ მაინც ჩვენი მშობლიურია რაც არ უნდა იყოს და აქ შენ თქვი რომ არ გპატიებს მაყურებელიო და მე ბევრისგან მომისმენია რომ გამორჩეულია მსმენელი და მაყურებელი თუნდაც იმიტომ რომ ალბათ ნორვეგიელიან იტალიელიან ფრანგი გეტყვის თავის მაყურებელზე იმიტომ რომ შენია უფრო გულშემატკივრობს და უფრო გაკვირდება კიდეც აქაც საბედნიეროდ შენი მომღერლებს შორის ხარ, რომელსაც აქტიურად აქვს სამუშაო და ახლა გეკითხებოდეთ, თუ არ გეგმები უცხოეთში თქო და აქ იმდენი მოგვ ჯერ საქართველოს მომხედავ. მოგვიყავი აქ ავროპაზიც. დავიწყოთ იქიდან მაშინ რომ როდესაც აქ ვართ ჩვენს ქვეყანაში, ხო ვერ ვხედავთ და ვერ ვაფასებთ იმას თუ რა მხელა საგანძური გვაქვს. აი მე მაგალითად რო წავედი ევროპაში და როცა შევხედე რა ხდება იქ აი მე მივხვდი რა დონეზეა ჩვენი თეატრი რა მხელა საფეხურზეა თუნდაც ორკესტრი თუნდაც გუნდი როგორი ჟღერადობა როგორი სილამაზის თეატრი არჩეული ხო აი მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს ვგავარ აი ამ თეატრში და მღერი და ჩვენი მაყურებელი მე ვიტყოდი რომ ძალიან დიდ ფუფუნებაშია რადგან უამრავი პრემიერა მე ზუსტად არ მახსოვს ახლა შევცდები რომ დავასახელო რამდენი პრემიერა შედგა უკვე ჩვენს თეატრში ბატონი ბადრი მაისურის თაოსნობით ესე ვერ გეტყვი უამრავი ეხლა მაგალითად 5 პრემიერა უნდა იყოს ამ წელს წარმოიდგინეთ უკვე აი ესეთი ფუფუნება ყველა ქვეყანაში არ არის და მერწმუნეთ და ეხლა მეტყველებს ეს ფაქტიც ალბათ რომ ქეთო და კოტაზე ბილეთი არ არის
ხო, ძალიან დიდი ფაქტია ეს და მეტყველებს უკვე იმაზე თუ რა დონეზეა ჩვენი თეატრი. რადგან თეატრს შევეხეთ აი ბოლო პერიოდის წარმატებებს, მათ შორის უნდა აღნიშნოთ თეატრის საერთაშორისო წარმატებები და ისტორიაში პირველად მოხდა რომ ქართული ოპერა გავიდა დაედგა კატანიაში ორივე შესაძლებელი და შენ საბესალო ეთერში მოგიწია და იტალიურ ენაზე შეასრულე კატანიის ამ ისტორიულ თეატრში. ამოდაც მოგვიყავი ეს როგორი გამოცდილება იყო. ძალიან პირველ რიგში ვიტყოდი იმას რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მე შევადარე მაშინ იქ ინტერვიუ მქონდა ჟურნალისტებთან და ესეთი შედარება გავაკეთე რომ ჩათვალე კულტურის სახით შენ პატარა ჩვილი ბავშვი გიჭირავს ხელში და როგორ დაარწევ იმას რომ არ გაეღვიძოს რაღაცა ხმაურში რაღაცა მოარიდებ იმას აი ძალიან ესეთი სათუთი იყო ჩემთვის რომ რაღაცა მნიშვნელოვანი მქონდა სატარებელი სცენაზე და უნდა მიმეტანა მაყურებლამდე რა ხო და ეს არის პასუხისმგებლობა იყო იტალიაში ოპერის ქვეყანაში მათენაზე შეუნუპერას წარმოადგენს სიამაყე იყო და უდიდესი პასუხისმგებლობა ერთდროულად და როგორ დავიტიე მეც ძალიან მიგვირს ეს ყველაფერი მაგრამ ძალიან წარმატებით ჩაიარა მიუხედავად იმისა რომ შენ ხასოსვანო ჯერჯერობით შემდგომ უკავშირდება საქართველოს იმიტომ რომ აქ გაქვს არაერთი სამუშაო მაინც პერსპექტივაში აპირებ და ფიქრობ რომ კიდევ სადო იმიტომ რომ ეს ალბათ ისევ დაუბრუნდები შენ სვანათქომს და საჭიროა კალკულაციას პერიოდულად საჭიროა თავის მოსინჯე შეხედო იმათი თვალი დანახული იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ კომფორტის სივრცეში რო ვართ გავიწდება და შევეჩევი და შეიძლება მოდუნება არც ასე აღმოჩნდეს შემდგომ ნუ ვიტყოდი რომ ჩვენი ბედი დამოკიდებულია დღეს სააგენტოებზე აგენტებსაც აქვთ პირდაპირ კომუნიკაცია თეატრებთან თეატრებთან და შემდეგ ისინი მათი მეშვეობით ჩვენ უკავშირდებით აი ამ თეატრებს. ამ ეტაპზე სიმართლე რო გითხრათ ესეთი რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი აგენტი არ მყავს. მნიშვნელოვანი კი არა ესეთი, იმიტომ რომ როდესაც მუშაობ აგენტთან დაიწყებ მუშაობას, უნდა იყოს ჩამოყალიბებული უკვე რომ როგორ მუშაობს, რამდენ სპექტაკლს შემოგთავაზებს და ახლა საინტერესო უნდა იყოს. საინტერესო უნდა იყოს. დაიწყო მუშაობა და შემდეგ რაღაცა უკმაყოფილება იყოს, მე რთულია უკვე იქიდან ასე ვთქვათ მოშორება და წამოსვლა, ამიტომ არ ვჩქარობს სიმართლე რო გითხრათ, ველოდები განვითარებას არ ვწყვეტ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ნახოთ სამომავლოდ. კი ბატონო, სამეფო ბლოკს დავასრულებთ გერმანულ ამბებს უნდა გითხრა, რომ და ჯულიეტაში მოგიწევ, რომეო და ჯულიეტაშიც მოგიწევ სიმღერა, ამ გერმანულ გამოცდილებაზეც გითხარი. კი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთ-ერთი პირველი გასვლა იყო გერმანიაში იმ ლიგის ფესტივალზე შევასრულე რომეო და ჯულიეტას მამის როლი იყვნენ უამრავი აგენტები ჩამოსული იყო ძალიან ბევრი დაინტერესება და ვფიქრობ განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა კი ბატონო, ეს იყო 2024 წელს, მეორე წელი შესრულდება საცა. მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა გადავხედოთ კარიერისთვის, შენ ფაქტობრივად ჯერ ძალიან ახალგაზრდა კი ბატონო, ყველაფერი ძიება მსახიობი ხარ და უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღე, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე არავით ქვეყანაში და ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ წინ ყველაფერია, წინ არის ასევე ჩვენი მეურვებლობა, კი ახლა ცოტა ხნით ჩვენს მეურვებლობას დამაშედებები და რამდენიმე წუთში დაგებრუნდებით გიორგი ლომისელი, ბარიტონი ხტუმრობს დაგველოდეთ. გესალმებით კიდევ ერთხელ თვითონ რადიო მსმენელებო და ვინც ახლა შემოგვიერთეთ შეგახსენებთ რომ ჩვენ გვსტუმრობს ბარიტონი ქართველი მომღერალი გიორგი ლომისელი. გიორგი კიდევ ერთხელ მოგესალმები, ვაგზავნებთ საუბარს. სანამ ერთ მნიშვნელოვან თემაზე გადავალთ, უნდა გითხო, ლომისელი შენი ფსევდონიმია, ასე ვთქვათ, ახალი გვარია, რომელიც აი ამასაც მოგვიყვება მცირე ისტორია, რატომ ლომისელი? კი, ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებს რომ ჩემი შვილები არიან წამალაშვილები, მე ვარ ლომისელი. ესე გიცნობთ ჩვენ წამალაშვილები, ოდესღაც ვიყავი კი. ეს დაკავშირებულია ძალიან ისეთ ჩემთვის მნიშვნელოვან ამბავთან, უკავშირდება ლომისის წმინდა გიორგის სალოცავს, სხვათა შორის აქაც ლასკალა გარეული ამ ამბავშიც. ძალიან ჩემი გვარი ლოცულობდა ყოველთვის ლომისის სალოცავში და ეს ჩემი წინაპრების გამო ვიცოდი რომ იყო რაღაც აკრალური ჩვენთვის და რაღაცას რო ვითხოვდით აუცილებლად ახდებოდა. ნუ მე პატარაობაში ვითხოვე უკვე რომ გადავწყვეტე ეს საოპერო ხელოვნებას გაყოლოდი, ჯერ კონსერვატორიაში ჩაბარება ვითხოვე, მერე თეატრში სიმღერა ვითხოვე, ორივე რა თქმა უნდა შესრულდა და ეს მესამე იყო რაღაცა ისეთი სულ ეჭვის იმითი რომ იყო რომ ვერ წარმომედგინა თუ ესე შესრულდებოდა თან ესე ძალიან ახლო მოკლე პერიოდში და
თხოვე რომ აი მე თუ ლასკალაში ვიმღერებ, ჩემ გვარს შემოგწირავ და ყველგან შენი სახელი იქნება წარმოჩენილი, ანუ მე არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ შენ და შენი ძალა. და აი სწორედ როდესაც ლასკალაში დავდექი, ის 5 წუთი რო ვახსენე წეღან რო რაღაც ესე ვიდექი თქო, მაგაზეც ვფიქრობდი რომ გავალ აქედან, უნდა გადავაკეთო ეს წამალაშვილი და გავხადო სიტყვა რა თქმა უნდა, თან როდესაც სალოცავს და ღმერთს უკავშირდება და აი ასე შეიცვალა წამალაშვილი ლომისელით, თორე ისე მაგარია. გიორგი, რადგან შენ ახსენე სალოცავი, ახსენე შენი დამოკიდებულება, მე მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ მაშინ გაგიცანი, შენ როცა იწყებდი და გაგიცანი პატრიარქის გარემოცვაში და ძალიან უყვარს პატრიარქ შენი ნამღერი და ხშირად ხარ მასთან და ვიცი რომ ერთგვარად მისი რჩევაც და მისი ლოცვა-კურთხევაც იყო ის რომ შენ დღეს ხარ შემდგარი მომგანელი. მოგვიყევი როგორ დავახლოვდე პატრიარქს, როგორ გაიგო შენ ბღერი და რამდენად მისმა ლოცვა-კურთხევამ და რჩევამაც განაპირობა შენი შემოქმედებითი წარმატება. ნუ ძალიან დიდი ისტორია, მაგრამ შევეცდები მოკლედ მოვყვებ. გალობდი სიონის ტაძარში, ბატონ ლაშა ზაალიშვილის გუნდში, ვაჟთა გუნდში. და სწორედ ლაშემ შემომთავაზა რომ თუ გექნება სურვილი რომ წავიდეთ უწმინდესთან და ვუმღეროთ მე სურვილი კი არა ოცნება მე ვთხარი ჩემი რას ქვია სურვილი მივედით უწმინდესთან პირველი რაც შევასრულე მასთან იყო არწივი ვნახე დაჭრილი და სულობოროტო რითიც შემიყვარდა მე ოპერა ეს გადავწყვიტე ეს პირველი ემოციები კი ბატონო და ძალიან უყვარს ოპერა და ძალიან ეს მუსიკა მე ესეთი დიდი მოყვარული სიმართლე რომ გითხრათ მეორე არ უყვარს უწმინდეს და რომ ვიმღერე მეორე დღეს ცალკე დამიბარა და მითხრა ესეთი სიტყვები რამოდენიმე წელიწადში როგორც მახსოვს მითხრა 7-8 წელი შენ იმღერებ სოფლიოს დიდ სცენაზე და ზუსტად გავიდა ეს პერიოდი და ლასკალას სცენაზე დავდექი და 40 სპექტაკლი ვიმღერე. ზუსტად ეს პერიოდი გავიდა. აი იყო ან 6 ან 7 ან 8 წელი ესე. ეს იყო ჩემთვის აი ის მიზანი რაც მქონდა სწორედ აი ამ მიზნის განხორციელების პირველი ასე ვთქვათ გასაღები რაც უწმინდესმა მე მომცა სტიმული იმ მომენტში რომ მითხრა შენ იმღერებ. ანუ უწმინდესი რომ არა, ვფიქრობ რომ ეს წარმატება არ იქნებოდა, იმიტომ რომ მისი კურთხევა დამყვებოდა თან ყოველთვის. მე მახსოვს ერთ-ერთ კონკურსზე თორცევი ბატონი ლადოვათანელის სახელობის კონკურსზე, როდესაც გავიმარჯვე, სულობოროტოს რომ ვღეროდი ფინალში. აი ჩემ წარმოსახვაში წარმოვიდგინე რომ დარბაზში იყო უწმინდესი და როგორც უყვარს მას და როგორი მსმენელიც ის არის, აი სწორედ მისთვის ვღეროდი ამ არიას და ნუ რა ვიცი, უდიდესი წარმატება მოყვა რა თქმა უნდა. ხო არ ყოფილა რომ ამე ურჩევი ამას ვარ იმღერებ ან მისი ამე ხო არ შეგისრულებია? კი ბატონო, ერთხელ მითხრა და ვიწყებდი მაშინ დამწყები ვიყავი და გაამახვილა ყურადღება რომ აი მუცლიდან უნდა იმღერო ესე და რაინც ეთყობა ახალგაზრდული გამოუცელი ხმა მქონდა მაინც უნდოდა რა თქმა უნდა დახვეწა და აი უწმინდესი იყო ის ვინც მითხრა პირველმა რომ აი აქედან სწორი პოზიცია ასე ვთქვათ რაც არის მომღერლისთვის რის გარეშეც წარმოუდგენელია უბრალოდ საოპერო მომღერლობა აი უწმინდესმა მომცა პირველი რჩევა. შესანიშნავია ასეთი რჩეველი ლუკაოს, მადლობას გიხდი, ბოლოსკენ მაინც კითხავ, შენ კი როჯერ არ ჩენენო აგენტებიდან, მაგრამ მე ვიცი რაღაც გამოხმარებები იყო ხო და შეიძლება პერსპექტივაში რაღაცები ჩანდეს კიდე. საერთაშორისო ასპარეზო თორე აქ ვიცი რომ ბევრი სამუშაო გვაქვს. კი ბატონო. აი ცოტა ხნის წინ ოქტომბერში შედგა ჩემი დებიუტი ოპერა ტრუბადურში, ვექსფორდის ფესტივალზე. სადაც იყვნენ უამრავი აგენტები, დირექტორები, თეატრის დირექტორები და სწორედ აი ამ დიდმა წარმატებამ მოიტანა ის რომ რამდენიმე დირექტორმა შემომთავაზა კონცერტები და სპექტაკლები ლონდონში, ოღონდ ეს უნდა გაოფიციალურდეს და ველოდები აი ამის განხორციელებას. დიდი მადლობა გიორგი წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. ბარიტონი გიორგი ლომისელი გსტუმრობდა, მე მადლობას გიხდით და შევხვდებით მომავალ სამშაბლოს რევებით.